იმედია აღარ იწვიმებს. დედას გეპიცებით, ეს მართლა საშიში არის. აი მართლა. პირველი მეორე ვერაო, მაგრამ მე-13 იყო. მე-13 ესე უკენი ამ ჰარლის. სხვადასხვა ხსნარებით დავამუშავეთ, რომ ცოტა ფერი მისცემოდა. ვისკოჩებით, ცელოფნები. საჰლამი ულამაზესებო. როგორ ბრძანდებით? როგორც გითხარით, ოტეხილი ნეკნით ჩამოვედი წყალტუბოდან ჩემი ევათი. არა თურმე მარტო მე არ მქონია დაზიანება. ევასაც პრობლემა აქვს. წინა ბორბლის აჩებნიკებით ჩაშლილი არის. ჯერჯერობით ასე სასწauლებრივად დავდივარ, მაგრამ ეხა ისევ წყალტუბოში უნდა წავიდე, რომ გავაგრძელოთ მუშაობა მოტოზე და ამ დიდ გზაზე ნამდვილად ვეღარ გავრისკავ ესე წასვლას. ამიტომ გადავწყვიტეთ თბილისში ვესტუმრო ერთ კარგ სახელოსნოს და გაჩვენოთ თქვენს. ამასობაში თქვენ ვიდეო დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და წავედით. ლოთრაიდერსში მოვედი, შეხედავდით წეგან გამოგდებას იმის რა ქვია, პაჩებნიკების, რა ქვია პაჩებნიკების ქართულად? საკისრების გამოგდებას და რაც ნაყიდი მაქვს, ზომაში ამცდარ ვარ, სისქე არის სხვა. ამიტომ მივდივართ ახლა იმ მაღაზიაში და იმედია შემიცვლიან. ვიშოვნეთ ჩემი ზომა. რა პაკრიშკები მაქვს ჩემი გაი. 1-2 ჩემი ძმაკაცის საყურადღებოთ ვიძახი. ჩაქუჩს კი არ უბრაგუნებენ. შეხედეთ რანაირად გეწება. ეგ არის დროები. ესეც ასთე ლოთრაიდერს დიდი მადლობა. აგერ როიცოდეთ სად არის მეგობრებო? ურამიშვილის მეტროსთან არის აქვე რა. იგუგლება ლოთრაიდერსი ჩაწერეთ, ამოაგდებს. აღარ მეშინია უკვე იმის რომ წინა პაგრიშკა შეიძლება გაიჭედოს. იჰა! მე მაინც ისმენები მაქვს, რამე ხო არ ჭირს ჩემ მოტოს, რამე ხო არ უნდა, რამე ხო არ ჭირდება. რა ვიცი, რამე ხმა ხო არ აქვს რაღაცა და პაპუნასაც თხოვე გაატარეთ ხო და კამფეტიაო და ძალიან კარგი კამფეტი თუა. აი უკვე ხელსაც უჩვებ. მოგასწორდა წინ ისინი აჩებნიკები კარგია. ტრადიციულად შეკრების ადგილი, როცა დასავლეთში მივდივართ, ჰელმეტარიუმი. აგერ ბატონი გიორგიც შემომიერთა რაიდში დასავლეთისკენ თავისი ელექტრათი. Buongiorno. Monsieur. ოდა ეხა ყავას ავიღებ, ცოტა გავთვები, ძალიან დავსველი აქ მოსვლამდე. მაიცა კაცო. ძალიან დავსველი აქ მოსვლამდე, ცოტა შევხურდები და დავაწვევით უკვე. მე წყალტუბოსკენ პრინციპში ერთად მივდივართ ქუთაისამდე და მერე იქიდან მე წყალტუბოში რამენაირად მივაგნებ უჩენოდ. შემოყენებული მყავდა აქ, იმიტომ რომ ისე წვიმდა. ძალიან არ მინდოდა რომ სველს კავზე დამჯდარიყავ. იმედია აღარ იწვიმებს. გამარჯობათ გორამდე არ მისული.
ვისკოჩებით, ცელოფნები. ახლა ზევიდანაც ჩავიცმევ საწვივარს ქვევით, რა გიდა, ძმაო, შევიშვი ჭალაში. პრობლემა არა მაქვს. გიორგი, ხო არ შეგცივდა? აქ ვიგიო, როგორ ჩაგვიხუტა დასავლეთმა? აუ გადმოვეძით თუ არა თავისი სიტყვა ივარო, აღარც წვიმა, რა ფერი. ავანა დაჭი ხარის არ არის ეს. მანამდე როგორ ჭირდა? გაჟი სანამ ქუთაისში შევარ გავშლებით კიდე კაკუ. გამარჯობა, შეიძლება? ჩამოვედი. ჩუსტები უნდა ვიშალჩო, სანამ ის გაშრება. რაც ჩამოვედი 6 საათზე მეტი აქავარ და უყურებ თავის ელექტრას როგორ ხოდავს. ეს მაგას ვერ ჩასვამ, კაცო ტყილა იღებ. ამაზე თუ არ დავადო თუ არ ჩავსო აი როცა არ მახსოვდეს, აი ვიდეოში ხომ ნახავ დაგინებული რომ აქ. შენ ზაფერმას უკლია 20 მეგობრებო, გამოიწერეთ ლაშას არხი. გასახები არა მაქვს, თვითონ ლაშამზე იყო. გადაწყვეტ. ეს ჩემი დუბლიორი იყო. ჩემო დუბლიორმა ასე გადასწრო რომ ჩანთაშო დაედროდე გასაღები. გამოიწერეთ ლაშას არხი გზავჭმელი. გენაღლება, ვიზია. ო, როუდ პრედატორი, მეორედ კი არ მაჩუქებს იმას, ზაგი. საბურავი. როუდ პრედატორი თუ აქვს ისე. არა, მე კი დამპირდა რომ მაჩუქებს ისე, მაგრამ შენ რატო უნდა დამიწვა? შენ მეგობრებო, ხამის 2 საათია, 6 საათზე ვარ ჩამოსული და ხამის 2 საათია და ძლივს გვერდისა შემოვიყვანოთ ჩემი ევა, ქალბატონი ევა სამღებროში. სამღებროში გადა, დღეს უკვე საპალიროკე ექვია, ხო? საპალიროკეში. არც ქუთაისში და არც წყალტუბოში მე მგონი ეჭვია გეპარებათ არავის რომ დარჩენის პრობლემა არ მაქვს. ლოგინში თავის თეთრეულებით და თავის ყველაფრით, მაგრამ ეს მაგრა დასწორებს რა. ეხლა მე დავიძინე და დარწმუნებული ვარ რომ გავიღვიძებ, კიდევ კაი ხნის მოსულიც იქნება და ბევრი საკონცერტი იქნება გაკეთებული. იმიტომ რომ დღეს მოტოებით უნდა გავიდეთ და გემრიელობები უნდა ვჭამოთ. დილამშვიდობის მეგობრებო, გაჩვენებთ სადავრჩი, სახელოსნოში დავრჩი. ძალიან ისეთი კაი შეგრძნება იყო, მოტოს რო ხვდავდა თან ეს ამხელა სახელოსნო როა თავისი კაი დივნით და ნუ მოკლედ რა, რა სჭირდება? კაცურად რო დარჩეს და დაიძინოს ყველაფერია იქ მაგისთვის რა.
ხო და გამაღვიძა ჩემმა ძმაკაცმა გაგაცნობდე ხა უძმესი იუთუბერულად რო ვთქვათ მხიარული ფუტკარი მურო ჩემი ძმა ზდაროა უმარჯოს კაი ხალხს ესეც იუთუბერი არის მეგობრებო კონტენტი აქვს ძალიან უნიკალური და ისეთი რა ქვია სახალისო და შემეცნებითიც შეიძლება ითქვას არ არსებობს ახლა ადამიანი თუ ალერგია რა აქვს თაფლი რო არ ევასებოდეს ახლა მე მგონი რა ვიცი რავი ტკბილია და კაი როჟაა და რატომ უნდა გიყვარდეს თაფლი კაც მაგრამ ზოგი არის ხო ალერგიული ხო ეგრე არის ზოგს ალერგია აქვს რა ალერგიულებისთვის მეფუტკრეობა არ შეიძლება ხო ალერგიული ტიპებისთვის არ შეიძლება ხო და ეხლა მივყავარ თავისთან საფუტკრეთში რა უნდა შევასრულოს ლაშა სასიკვდილო ნომერი რა და არა არ ვიზა მაგას ძმაო შანსი არ არის გელათში ამომიყვანა ჩემმა მხიარულმა ფუტკარმა ტყეში ვარ მეგობრებო აღონ არც ისეთი ტყე არ არის ხა დასახლებაც არის ირგვლივ რა აქ ყავს ფუტკრები იმიტომ რომ აკაცია ყვავილობს ეხა ხო კი გამარჯობათ ხო და აკაციის თაფლი რო გქონდეს მაგიტო ყავს აქ ფუტკრები ეხა და აუ ბიჭო მეუბნება რომ გინდა თუ არა უნდა ესა ლაშა სასიკვდილო ნომერი უნდა ჩაგადენინო სასიკვდილო ნომერს შეასრულებს ახლა ლაშა ძალიან საინტერესო და გამოცდილება იქნება საინტერესო შენთვის ახლა იგი და შენი მაყურებლები ხო მაგრამ სხვანაირ ხო მაგრამ რამე შარება ძმობას გავს არა არაფერი არა შარი ძმა რა ვიცი მეგობრებო რამდენად ღიარულები არიან ეგ ფუტკრები და რამდენად დამინდობენ ნახოთ და გამოცდილება ყველა ცოტა არ იყოს ღელავ და მეშინია მურიკო მხიარული ფუტკარი ხო ქვია შენ არხს დიახ აღწერაშიც იქნება მეგობრებო და თუ ეს სამყარო გაინტერესებთ გადადით გაჩეკეთ როკსტარი არის თავის სფეროში ეს კაცი როგორც ჩვენ ვართ ბაიკერები ჩვენ თემაში ისე არის ეს თავის თემაში როგორი კამუფლირებულია ნახე მწვანეაცვი არც ჩანს წესიერად ისო შედის ვაიმე მოვადექით რა სილამაზეა პროსტა ნახეთ რა ძალიან მეშინია დედასვიცა არ მინდა რომ მიკბინან გავიგე რომ ჯანმრთელობისთვის კაია ისეს მაგრამ არ ვიყო ჯანმრთელი ჯანდაბას ოღონდ არ მიკბინან ისე ვარ მიჩეული საერთოდ ფუტკარი ცნობს ადამიანს რა რაფერი გითხრა მეფუტკრეს ცნობს რა სახელი თავის პატრონს გამტკიცებულია მაგი რომ ფუტკარს შეუძლია ადამიანის სახე ამოიცნოს რა მე რო ვერ მცნობს ახლა მაგი არაა მე პრობლემა ისე ხშირ შემთხვევაში როდესაც საფუტკრეში შემოდის უცხო ადამიანები დაუკვენიათ და მეფუტკრეს არც ერთი არქმეს არის მომენტები და იმის გამო გავიქცევი ახლა არა გაჩერდი რაღაცა ხო გამომართვი ასე აუ გადაო გამომართვი ასე და იქო არ გაგივარდეს ოღონდ მიგეში დენახე ხში მაყურებს დედას გეფიცებით ეს მართლა საშიში არის აი მართლა ეხა უცებ ჯგროთ რომ გადაწყვიტონ რომ აი მე არა ვარ კაი კაცი დედას ვიცავ შეიძლება ვერ გადავრჩე ოღონ მართლა ხო ნუ ახლა ძალიან ბევრი დაგესება და გიკბენს რა ხო და მაგრამ თუ ფთხილად არა რა ლამაზია პროსტა ნახით რა აი საღოლ ლაშა რა მონაცემი ნახე დიდი მადლობა მიდი ახლა ძალიანელა შენი ხელი ჩადევი ჩარჩოში ოქია ჩარჩოს თავზე მოკიდე ხელი ხო და ძალიანელა ჩადევი ახლა მიდი დააბრუნე ძალიანელა არ ჩააგდო დაადევი კაიგო მომეწონა კი არა ცოტა ჟიმჟიმი კი მქონდა მაგრამ ძალიან კაი შეგრძნება მართლა ძალიან კაი შეგრძნება ნუ საერთოდ ახლა რა იცი ოჯახები მასხოვებული არიან მაგალითად ეს ოჯახი ახლა არის ძალიან ასეც რო გააკეთო ხო არაფერი პრობლემა არაა ნახე ასე რო გააკეთო ხელი მო დადე არა ხელს არ დავარ ხო ნუ ისეთი ვარიანტია ხო მაინც არ გავრისკავ რა ხო ძალიან თვინიერი ოჯახია ხა ახლა იმ ოჯახში ასე ვერ მიხვალ რა იქით ისე მტრულები არიან ისე აგრესიულები არიან რა იმას ვიყურიზა ხო აჩნი ახლა ოჯახსაც ზოგი თვინიერი გამოდის დედაფუტკარზეა დამოკიდებული როგორიცაა დედაფუტკარი და რა ხასიათიც აქვს იმ ხასიათის გამოდის მე მთელი ოჯახი ამისანა ვარიანტია რა ძალიან მაგარია რა ხო და მეგობრებო რა ვიცი თაფლი ყველას გიყვარს მე მგონი და ისა რა ქვია გაჩეკეთ ნახეთ არხი ნახეთ საინტერესო არხი აქვს შემეცნებითი არხია ბევრ საინტერესოს გაიგებთ თუ ეს სფერო და ეს სამყარო გაინტერესებთ თან ბიჭო როგორი ისეთი მიკრო სამყარო აქვს თავისი ამათ რა რაღაც თავის წესები აქვს უფროსი ყავთ საინტერესო რამე სიტყვა როდესაც ფუტკარი ბრუნდება სახში
რო აღმოაჩინა, დაზროაზე რო იყო წასული და რო აღმოაჩინა ყვავილის ნექტარი. ხო, მაგრამ მე მარტო ერთი ფუტკარი კი არაა წასული, მაგ დროს არის ძალიან ბევრი წასული, ამ ზვერავები დავარქოთ ასე რა, სკაუტები. ხო და მე მოდიან სახლში რა ბრუნდებიან და ყვებიან ამას ცეკვით. როგორც იცი. ყვებიან ამას ცეკვით. ხო ხედავ შენი მაყურებელი ვარ. ცეკვავენ, გამიგე და ვისი ცეკვაც უფრო კარგად იქნება რა და ვისი ცეკვაც უფრო მოეწონება დიდხანს ცეკვას იმის ამბავზე წავლენ. იმას უჯერებენ და მიდიან იმის მიმართულებით, რაც იმან აღმოაჩინა. გამიგე ასეთი ისა აქვს მაგის რაღაც თან გაწყვეტილებას ღებულობენ, ერთი კი არ ღებულობს, კოლექტიურად ღებულობენ, გაწყვეტს აჯდებიან, ასე უყურებენ, ისმენენ ამ ცეკვის მიხედვით. ვინ სად იყო, რა ყვავილი ნახა, რა ფსიშორეზია, სად არის, რა მიმართულებით და მე მიდიან ყველა იქით ნექტარის ასაღებად რა. მოდი ახლა ბარე ფუტკრის ბარტყის ვანახოთ ხალხს. ბარტყი რას ნიშნავს? იქნება დედა ფუტკარის დევიჭიროთ სადმი რა. აი იგი ბარტყი, გადაბეჭდილი ბარტყი. ნახე? ეს ახლა პატარა ხანი, ასე თავის მე გადაიხსნება და გამოვლიან გარეთ ესე რა. იჩეკებიან მაგ. ხო, ეს ანუ კვერცხი კი არა, ანუ ქათამი ხო იკვერცხება, იჩეკება კვერცხისგან და რაღაცა და ამ ჭუპრი. ხო, მუცლისგან კი არ იბადებიან. ჭუპრის. იბადებიან ხო ასე რაღაცა ლარვა ქვია. ლარვა. ხო. ლარვა ქვია ამას ახლა რომ ეს ლარვებიდან იბადებიან ფუტკრები. აი აგერ არის. ჩაანათი ამაში. თეთრი რაღაცა მატლებივით რო არის ჩახვეული. ჩანს? არ ვიცი რამდენად გამოჩნდება მეგობრებო, ეკრანზე რო ვნახავ უკვე მონტაჟის დროს მე შეხედავ. კი, ხედავ. ხო, ასე ჩახვეული არის მატლებით გამიგე და ეგი მე კი წამოიზრდება. რაღაც ასე მე-10 დღეს ორკვირაში იხურება თავზე ეგი და აი გამოდის გადაბეჭდილი და 21 დღეს იხსნება და გამოდის თავის ფუტკარი რა. აჰა, გასაგები. დედა ფუტკარი მინდა რომ განახო რა. მე რაც მინდა ყველაზე მეტად კი უთხარი გზაში. ეგი არის მამრი ფუტკარი. აი ესაა მამრი ფუტკარი. ხედავ. აი სკელი არის აი. ხედავ მართლა. აი, არ აკვერინო. არ იკვინება მამრი ფუტკარი. მართლა? ხო. ხო, მე რაც მინდა მეგობრებო, თქვენც თუ გაგიგიათ, არ ვიცი, ფუტკრის რძე, უთხარი ეხა მურიკოს რომ მეთქი აუცილებლად უნდა შემოხვედროთ, ხო? ფუტკრის რძე არის ძალიან სასარგებლო ადამიანისთვის. მოდი შევხვდეთ დედა ფუტკარი. ნახე რომ ხელა? ხო. კი, ჩანს. კარგად ჩანს? კი. ეგ დედა ფუტკარი. ახლა დადის ეგი და ეძებს კვერცხის დასადებ ადგილს. აჰა. ხო მაგარი პონტი. მოდი ხელი არ შეუშალოთ და ჩვენ გავაგზავნოთ ჩვენი ბაიკერული მოგზაურობა. დავასრულოთ ახლა ყველაფერი თავალაგო. მე მაინც ცოტა იზმენებში ვარ, მეგობრებო, რომ არ მოგატყუოთ. კივი ვაშკაცე და ხელში მეჭირა, მაგრამ მაინც რავი არა, მე არ წამოუვაროთ რა ის. ლუდი მაგ დანალევი თან ერთი და ეს არის ძმებო და დებო, ისა გელათიც და წყალტუბოც ჩვენი ქუთაისელებისთვის ისეთი თემა არის. ჩვენი ნაწილად მიგვაჩნია, მაგრამ არ არის ქუთაისის ნაწილი, გელათი და წყალტუბო. მარტო გელათის მონასტერი ეკუთვნის ქუთაისის ტერიტორიას. ხო არა? ისე არის ტყიბულის რაიონი. კი ბატონო. ნელ-ნელა გავართ, ეხლა მე რაც უფრო მალე გავალ აქედან, უფრო გამიზარდება. ამასობაში, ამ მოტოსკეთებაში და რეალობაში და ასე შემდეგ, აყვავისდა რომ ხშია. და ხასიათში გადაგვევიდა უკვე და ეხა მიზანი რაც ქონდა რომ აქეთ მხარეს რომ მოხვდებით, სად შეიძლება გებრიელად ჭამა და კაი ადგილი რამე რო გაჩვენოთ. ეგეთ ადგილზე მივყავარ ბიჭებს და აბა ვნახოთ. ოს ახალი საბურავები როგორ ასწორებს. ძალიან ვენდობი უკვე მოტოს რა. ვარ. აუ იმენა დაგვავიწყდა რომ ზოგადად ადამიანს ჭამა უნდა. ხოდა ყველა სულ ხასიათზე ვარ უკვე. რატო ვიყავით სულ ხასიათზე ვერ ვხვდებოდით სანამ ელი მაგერ გიგასწოლმა არ გითხრა დღეს ვაფშე დაჭამი თუ გაქვს რამეო. აგვახსენეთ რომ არაფერი არ გვაქვს რაჭა. ეხა ბაზარში უნდა გავიაროთ. ხორცი ვიყიდოთ. Let's go.
მაგარი ადგილი გაჩით ეს რა მარტო. ორმუხა ქვია მეგობრებო. ძალიან მომეწონა. შენი ხორცით მოდიხარ რა. განჩენ ყველაფერი არის. ასწორებს. როგორც ყოველთვის ხორცთან ურთიერთობა ჭამბარდა. შემიძლია წვადი შეწვა? ი ბრატ, 10 წვადს სავს შეხვდა. არ ხარისოდა? აი თუ არ შემიძლია წვადი შეწვა. ტირი ის რა. შვენიერი წვადი გამომივიდა. მე თვითონაც მოხდები. ავედით, ეხლა გავაგზავნეთ ჩემს მოტოზე მუშაობა. იჰა! მე კაკუ სპორტსტერები ცალკე. აიქზე დაგეგიზავები თუ მინდა ეხლა. ვიცი სიჩქარეში ვერ გამას. აიქზე დაგეგიზავები. გასწვლებასავა, კაცი მიჯო. რაო? რა და პირველი მეორე ვერაო, მაგრამ მე-13 ხო. პირველი მეორეთი ვერ გასწრებ, მაგრამ მე-13 ნახე რა გიქნაო, ხო? მე-13 ესე უკენი ამარლის. ეკი არა მეშინოდა, შეჩება არ დაშლილიყო, შენი გზაში რომ მიაჭირე. შენი სპორტსტერი გონია? ჩემი სპორტსტერი ვირი, მოტო ცხოვრებაში არ მინახია ძმაო. ამაზე უღალატო არაფერი არ მინახია დედამიწაზე. გურჯი. დილამშვიდობის გიგა ისევ მუშაობს. არ ვიცი გესმით თუ არა ხა საღებავის შესხმის ხმა. შიკინას ხმა. გიგა. შეიძლება ყველაფერს ფინიში ეწოდოს? კი. გავედით ფინიში? ფინიშს. ეხლა გავაგორებ გარეთ და გაჩვენებთ ეხლა.
საკმაოდ დამღლელი და პარალელურად სასიამოვნო 2 დღე იყო. ეხლა წვიმას აპირებს ისევ, მაგრამ თავი 1 საათში თუ 2 საათში მიჩვენა და მაგიტომ აღარ ჩავიცვი საწვიმრები და რაღაცები ჩანთაში მაქვს. თუ რამე მივაჩერებ სადღე და ჩავიცვი. სანამ გზას გავაგრძელებთ, რას ვაკეთებთ? გრძელდება დაუსრულებელი ვიდეო მოტოსმოხოდვის და ამჯერად ვარ მედკასტავში, მედფოქს კასტავში უბრალოდ. აგერ ბარო ჯინჯერ, როგა გამარჯობა. მოდა თქვენ წარმოიდგინეთ, ჯინჯერასთან არ ვარ მოსული, როგასთან ვარ მოსული. რომბლა ტაოფ და ერთ ამბავში ვარ ჩემს კამზე, სედლმენი დავითრიეთ ხო? ისეთი სედლმენია რა, სამუშაო რო აქვს ცოტა. კიდე დასასრულებელი სედლმენი. მასწავლებს დედა აფეთქებული, მოწვიმს თუ დააწვიმა, მე ანუ აზრი არა აქვს, არ შრება მალე ამოდის. ამიტომ ყავების ოსტატი ვინც არის ხა აქ. ერთ-ერთი სედლმენი კეთდება კიდე აქ. რესტავრაცია. მოკლედ, რესტავრაციაზე ვარ მოსული როგასთან და დავშლით ახლა და შევხედავთ შიგნით რა ხდება. რა სიტყვი, ექიმო, რა ჭირს პაციენტს? გავხსნით და ვნახავთ. ნაწლავს გადმოაყრევიოს. მოკლედ დაშალა ექიმმა პაციენტი და ერთადერთი კარგი რისი თქვა შეგვიძლია მართლა სედლმენია, იმიტომ რადგან ეს აქვს, სედლმენებს მეგობრებო, თუ არიცით, შიგნით ქონია აი ესეთი რაღაცა ჟელე როჟა რა. ხო, რაღაც, აი ამასაც ეგრე აქვს. ხო, ანუ ერთად სედლმენი ყოფილა, გამიმართლა. ტყუილა არ აწერია, მარა არის საშინლად დაზიანებული. ეს რა ჯანდაბარი და რაიდო ამაში სად არის როგა? გადააგდა. აი? ბომბაი. და ეს ქონდა ჩატენილი და რატო ქონდა ჩატენილი? აქ და მე ამა გადმოინაცვლა სადღაც შუისკენ და იმიტომ იყო ისეთ ფორმაზე, ხო? ხო, ერთი ადგილის ფორმა ხომ მილეგი. კი, ვიღაცას ქონდა მორგებული თავის ზომაზე. ფრიდონ გამარჯობა. გამარჯობა, ზაში დაუჭები ითვლება. გავაახლეთ, ესე იგი იყო ძალიან სველი. გავუკეთეთ პარკი ქვეშ, რომ შემდგომში არ დასველდეს. და ახლიდან გადავჭიმეთ. პლუს ცოტა ზემოდან სხვადასხვა ხსნარებით დავამუშავეთ, რომ ცოტა ფერი მისცემოდა. რა ვიცი, გაახლებულია ხო, მაქსიმალურად რამდენიც შესაძლებელი იყო. იქნება და იქნება. ეხლა პატარა ლოგოსაც ამოვანათ ეფაკ როგას ლოგოს რო ნახოთ და სადმე თუ შეგხვდებათ იცოდეთ ვიზე არის საუბარი და აქ წერაში აუცილებლად იქნება ინსტაგრამი ხო? ინსტაგრამის ლინკი. სადაც შეგიძლიათ თუ რამე გჭირდებათ სკამებთან დაკავშირებით რამე პრობლემა თუ გაქვთ შეგიძლიათ მიწეროთ და ითანამშრომლოთ და იმეგობროთ და იწმაკაცოთ და თუ ჩემი სახელით მიხვალთ კიდე რაღაცა ფასტაკლებებიც გექნებათ. იო. ნამეტანი გასწორებულში ვარ. მაგარი სკამი გამოვიდა. არა, მაგარი სკამი იყო ისედაც ახლა ცოდვას ვერ ვიტყვი. თან მართლა სედლმენი ყოფილა, რომ მეგონა რომ მომატყუეს. მოკლედ გავდივარ ფინალში რა, ნელ-ნელა მოტოციკლებზე. ეხლა გამშვების ჩალენჯი დამრჩა რა. ხო, ისა, ჯინჯერამ უნდა გამიკეთოს.
სისიბარი უნდა გადააკეთოს რა, თავის გაკეთებულია ეს სისიბარიც. აი მე-5 წელია უკვე ეს სისიბარი მაქვს და რავი, ძალიან კარგად მუშაობს. მაგრამ ეხლა მჭირდება უკვე როგორ გითხრათ, ჩანთის დასადებიც რო გქონდეს უკან რა, სათავსო თუ რავი, რა ეძახიან რაღაც არ ვიცი. ეგრე უნდა გადაკეთდეს, იმიტომ რომ ამ ხელაგზაზე რომ მივდივარ, არ გიმექნება ეხლა რა თქმა უნდა რა. ცოტა გაწელილი და დაუსრულებელი ვიდეო გამოდის ეს დღევანდელი, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოტოს მოხოდვა და ჩემი დასავლეთისკენ ტრიპი ეგ არის. მე მგონი რომ დღეისათვის სულ ეს იყო. ვიდეო დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ მეგობრებო. 3000 დივართ, მე მგონი უკვე როცა ეს ვიდეო დაიდება, იმიტომ რომ 15 კაცი აკლდა მაშინ როცა დავდე მოდკასტი ბრეიქაუტზე. მაგის მერე 1 ან 2 კვირა გავიდა და რავი 3000 უკვე ვართ. მითვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ და ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის რომ ჩემი გამომწერები ხართ მეგობრებო და აბა შემდეგ ვიდეომდე დროებით.